ძირითადად აი როგორ ექცევიან ხოლმე თანამშრომლებს, რომ აი ეგ ადამიანი რო არ არის ხოლმე პრიორიტეტული. ჯერ მიიყვანენ 2 თვე, 3 თვე, ნახევარი წელი უფასოდ ამუშავებენ, მერე იმასაც დააყვედრებენ ზემოდან რომ გასწავლე. ეხლა ის რო ამუშავე შენ საქმეზე ავტომატურად ისწავლა. მანდ ეგ გათვლა არის რომ შენ უფასოდ უნდა ამუშაო ადამიანი, თორე შენის ადამიანი თუ განაღლებს. კაი, ერთი კვირა მოვიდეს რაღაცა შეხედო შემოხედოს. ბიჭო, იმდენი მაინც გადაუხადე რომ საჭმლის ფული ქონდეს, საარსებო ფული ქონდეს და მარშრუტკაში ის რაღაცა ლარი გადაიხადოს, მაგრამ არ აინტერესებთ. იმიტომ რომ იმან ის მოგება თვითონ უნდა წაიღოს და მალე უნდა მივიდეს, რა ვიცი, რაც აქ გონებაში. არ ვიცი ვის რა მიზნები აქვს, მაგრამ რაც არ უნდა იყოს, იქამდე უნდა ეჩქარება ძალიან. ხელფასით როგორ უნდა დაუნიშნო, იცი, მაგ როგორ უნიშნავენ ხოლმე? აი 5 ლარით ნაკლები რო გადაუხადო, უკვე რო გაიქცევა, ისე უნდა გაულოს ზღვარი. ანუ ერთი თეთრი ზედმეტი რო წაიღოს, ის შენ გაკლდება უკვე და მასეთ კომპანიებში რო შეხვალ, არა თუ ქვედარგოლის თანამშრომლები, არამედ შუარგოლიც კი ლანძღავს და აგინებს იმ თავის დამფუძნებელი არის თუ ვინც არის. იმიტომ რომ ხვდება რომ იმ ხელასაქმეს უკეთებს რომ ვერც იმის მეათედსაც ვერ იღებს. არაფერს არ იღებს რა, აი ისეთი ხელფასი აქვს რომ აი მინიმალური. ხო და ნახე ამ შემთხვევაში როგორ აკეთებ, ფიქრობ უკვე იმ ადამიანზე. მთელი თვე შენთან უნდა იმუშაოს, იმას საარსებო ფული ჭირდება. და ამ დროს უფასოდ ვეღარ ამუშავებ, გამორიცხულია. ადამიანურად მოექცევი და რაღაც სარგებელს რომ მოიტანს, შენც დაუფასებ, არა მადლობის გადახდით და თვალთმაგწობით და ტაშის დაკვრით, არამედ თანხის ჩარიცხვით. და რაღაცა ისეთი ამ დროს ნაკლებ მოგებას წაიღებ, მაგრამ ურთიერთპატივისცემაზე დამყარებული თანამშრომლობა გექნება. და ისედაც ის ადამიანი ხო უფრო მონდომებული იქნება, კი ბატონო. დაგიმტკიცოს რამდენად კი ბატონო, ღირებულია. გვერდში ეხა ყველა მადლიერი ვერ იქნება და ყველა ვერ დაგიფასებს სიკეთეს და ეგეთებიც არაერთი იქნება გულის ტკივილი, მაგრამ ჯერ ერთი ღვთის წინაშეც მასე მართალი იქნები, სამშობლოს წინაშეც, იმ ადამიანის წინაშეც, სინდისის წინაშეც და ბევრი ისეთი ადამიანიც იქნება, რომ აი მიხვდება მაგას და სხვანაირი გარემო იქნება რა, ის სტრესი არ იქნება რა და სხვანაირი შედეგი დაიდება და შენთან ამ ადამიანობას არ დაკარგავ.